მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მთავარს 12-ზე, მე ქეთა ცისკიშვილი ვარ. Დაამტ წუთებში ნაციონალურ მოძრაობაში სპეციალური განცხადება კეთდება პარტიის თავმჯდომარისა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ჩალაძის ბრიფინგს ჩვენ პირდაპირ ეთერში გთავაზებთ. რეზოლუციის შემდეგ, სადაც შავი თეთრზე დაწერეს ევროპარლამენტარებმა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის ვენდეტის მსხვერპლი, რომ ის არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი საქართველოში, ამის შემდეგ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა საზოგადოებამ ნახა 27 ქვეყნის ევროკავშირის 27 ქვეყნის დემარში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ოფიციალურად. ახლა უკვე გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აბსოლუტურად ღიად და დაუფარავად მოუწოდებს რუსულ ხელისუფლებას საქართველოში პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ და განაცხადა, რომ ყოფილი ლიდერები, რომლებიც არიან დაკავებულები და მათ აქვთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, უნდა იყოს გათავისუფლებული. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა ცივილიზებული სამყარო დიდი გამადიდებელი შუშით აკვირდება ჩვენს ქვეყანას, იმისთვის, რომ შემოდგომაზე საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი, უმნიშვნელოვანესია შესრულდეს ის პირობები, ის დათქმები, რომლებიც აქვს ჩვენს პარტნიორებს და არც ერთი წუხილი არ დაუტოვოთ იმ 27 ქვეყნის მთავრობას, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა გაუღოს საქართველოს კარები და მიიღოს ოჯახში. ანუ როდესაც ევროპულ ოჯახში გვინდა შესვლა, იმ ოჯახში წესებს ადგენენ ის ოჯახის წევრები, ის 27 ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრია. ამიტომ უმნიშვნელოვანესია მათი რეკომენდაციების, მათი მოთხოვნების, მათი წუხილების დაკმაყოფილება და ამის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა საფრანგეთის პრეზიდენტის ღია გზავნილი საქართველოს რუსული ხელისუფლებისთვის. ასევე მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ხვალ უკვე ჩვენი წარმომადგენლობა პეტრე ცისკარიშვილის, გიორგი ჩალაძის ხელმძღვანელობით წავლენ სტრასბურგში, სადაც ექნებათ ოფიციალური შეხვედრები და დამატებით სხვა ინფორმაციებს მოგაწვით ახლა სწორედ გიორგი ჩალაძე. მადლობა. მოგესალმებით, მადლობა ლევან, როგორც ლევანმა დაანონსა, ჩვენ ხვალ მივმზარებით სტრასბურგში. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები იმართება, შეხვედრების მიზანი და სამუშაო გრაფიკი არის პუტინის პატიმრები. ჩვენ გვექნება საუბარი ქალბატონ გიულისთან და პრეზიდენტ სააკაშვილის შვილთან ერთად, ბილ ბროუდერის ჯგუფთან ერთად იმ ქმედებებზე, რასაც პუტინი მის პატიმრების წინაშე ჩადის. მედიას თხოვ მაქსიმალურ ყურადღებას ამ თემისადმი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის საზოგადოებამდე მიტანა. ამის გარდა მინდა კიდევ გითხრათ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. უკვე ერთი კვირაა ყონდება პოლონელი ექიმების საქართველოში ვიზიტი. ეს პოლონელი ექიმები ჩამოდიან არა თვით ინიციატივით, არამედ ევროკავშირის 27 ქვეყნის ეგიდით გაერთიანებული მისიით და ძალიან მნიშვნელოვანი არის მაშინ, როცა ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი აკეთებს ეს განცხადებებს, მაშინ როცა მთელი მსოფლიო ფეხზე დგას პრეზიდენტ სააკაშვილის გაუარსებული ჯანმრთელობის დროს, დროულად მოხდეს პოლონელი ექიმებისთვის ყველა ბიუროკრატიული პრობლემის მოგვარება და საშუალების მიცემა პრეზიდენტ სააკაშვილი მოინახულონ. ეს იქნება 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისთვის ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. დიდი მადლობა. კითხვებს ვერ გიპასუხებთ, შემიძლია გითხრათ, რომ შეთანხმება არის უკვე მწვანე შუქი აქვს ევროკავშირის ანთებული ყველა ორგანომ, რომელმაც ევროკავშირის ყველა ორგანომ, რომელმაც მწვანე შუქი უნდა აუნთოს, ეს მწვანე შუქი აანთო. ერთადერთი შეფერხება არის საქართველოს მთავრობისგან დროული პასუხი, თანხმობის განცხადება, რომ ჩამოვიდნენ ექიმები და შევიდნენ პრეზიდენტ სააკაშვილიძე. ტექნიკურ საკითხებზე გადავალთ ყურადღებას გადავიტანთ. ეს არის ძალიან მაღალი დონის პოლიტიკური შეთანხმება ევროკავშირში, ეს არის 27 ქვეყნის უნისონში თანხმობა და ხელს უშლის ამას ქართული მთავრობა. ეს იყო სპეციალური განცხადება ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ხაბეიშვილი ემანუელ მაკრონის პირდაპირ მოწოდებას გამოეხმაურა და ასევე დაანონსდა ის, რომ ხვალ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის წევრები სტრასბურგში წავლენ
იღებენ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად და იქ გამართავენ შეხვედრებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა კი მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადება საფრანგეთი ბრიტანეთის სამიტზე გააკეთა. რიში სუნაკთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ყოფილი პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვთ, უნდა გათავისუფლდნენ. პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტი მოუწოდებს ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომ სიტუაციის დასამშვიდებლად აუცილებლად გაათავისუფლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ირაკლი ბახტაძე შემოგვიერთდება ახლა და უფრო დეტალურად გვეტყვის კიდევ რა თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა. კიდევ ერთი მწვავე და კრიტიკული გზავნილი საქართველოს ხელისუფლების მისამართლით ამჯერად საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მხრიდან. ემანუელ მაკრონი საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ და მისი გათავისუფლება, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე და ახლა მნიშვნელოვანია, რომ მესამე პრეზიდენტი გათავისუფლებული იყოს, რათა ეს სიტუაციას კიდევ უფრო მეტად განმუხტავს. კიდევ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ბრიფინგზე, სადაც იმყოფებოდა ასევე გაერთიანებული სამეფოს პრემიერი ემანუელ მაკრონმა ისაუბრა საქართველოში არსებულ ვითარებაზე. გულისხმობ 7 მარტს გამართულ საპროტესტო აქციებზე, სადაც მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე აპროტესტებდნენ რუსული კანონის მიღებას და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს არის კიდევ ერთი მწვავე და კრიტიკული გზავნილი საქართველოს ხელისუფლების მისამართლით და ეს არ არის პირველი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. კრემლის ტენდენციაა ხალხის ნებისმიერ მოძრაობაში დაინახოს манипуляცია გარედან, რადგან ისინი თვლიან, რომ არ არსებობს საზოგადოებრივი აზრი და თავისუფალი ხალხი. ჩვენ უძველესი დემოკრატია ვართ და პირიქით გვწამს. საქართველოს ამ ბოლო დღეებში შემაშფოთებელი მოვლენები შეეხო. ჩვენ ვიხილეთ კადრები ახალგაზრდა ქალი ევროპული დროშით ხელში, რომელიც რბილად რომ თქვათ უკან დახიეს, რამაც ჩვენ გულგრილი არ დაგვტოვა. საქართველომ განიცადა ძალიან ძლიერი ზეწოლა და ვიმედოვნებთ, რომ ის იპოვის გზას მეტი სიმშვიდისკენ, რაც შესაბამისობაში იქნება ევროპულ პერსპექტივასთან. ამ კონტექსტში დავამატებდი, რომ სიტუაციის განმუხტვის ინიციატივა ხელში უნდა აიღოს მთავრობამ და ის დაპატიმრებული ყოფილი პოლიტიკური ლიდერები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, უნდა გაათავისუფლოს, რათა სიტუაცია უფრო დამშვიდდეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება და ახლა პრეზიდენტის ოჯახისთვის ბუნებრივია მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ, რათა მან მიიღოს სრულფასოვანი მკურნალობა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ავასანია მთავარ აღთან ყვება იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ დაანონსდა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, რომ მიხეილ სააკაშვილთან უნდა შესულიყვნენ პოლონელი ექიმები, თუმცა ისინი ამ დრომდე არ გამოჩენილან კლინიკა ვილამედის მიმდებარე ტერიტორიაზე და ახლა გიული ავასანიას აინტერესებს თუ როდის მოხდება პოლონელი ექიმების შესვლა მიხეილ სააკაშვილთან, რათა მათაც უთხრან ხელისუფლებას, რომ ახლა მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, რამდენიმე დღეში ევროკავშირში გაიმართება კიდევ ერთი სესია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და ბუნებრივია კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ევროკავშირის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ დროულად მიიღოს გადაწყვეტილება. ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო, ძალიან მნიშვნელოვანი, მით უმეტეს რომ ჩვენი მოგეხსენებათ ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღები არის მოქალაქე საფრანგეთის. ყველა ერთსულოვანია ამ საკითხში, განსხვავებული აზრი არ მომისმენია. ჩამოთვლიან ამ დიაგნოზებს და ამბობენ, რომ ისი მდგომარეობა ძალიან ჯანმრთელობა ძალიან მძიმეა და სასწრაფოდ არის საჭირო შველა, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი ვერ დავინახე. მთლიანობაში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ესე იგი წეს ადამიანი ვერ მოძრაობს ფაქტიურად ჭამს რას, რაღაც მინიმალურს. სამშაბათს ევროპარლამენტარები ისევ შეიკრიბებიან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს პრეზიდენტის გადაყვანა ან გათავისუფლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. როგორც გავრცელდა ინფორმაცია, ამ სამშაბათის შეხვედრას ასევე დაესწრებიან მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები და მიხეილ სააკაშვილის ოჯახიც.
მადლობა, ირაკლი ბახტაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. სასტიკი მკვლელობა აბაშაში, სოფელ ვედიტკარში შვილმა დედა მოკლა 86 წლის ეთერ რურუას, კაცმა თავის არეში მძიმე საგნით დაზიანებები მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა 8 მარტს მოხდა და მას შემდეგ დამნაშავე ფაქტს მალავდა. ქალის გაუჩინარებიდან რამდენიმე დღეში მეზობლებმა პოლიციას მიმართეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა 54 წლის ზაურ რურუა, რომელსაც ბრალად ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა ედება. ემა გოგოხია გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში, ემა აღიარებს თუ არა დაკავებული ბრალს. ქეთამარტოში საზარელი მკვლელობა მოხდა, სავარაუდოდ შვილმა დედა მოკლა, მათ შორის შელაპარაკება ხშირად ხდებოდა, დედა შვილის ხშირ სმას ვერ ეგუებოდა, ამჯერადაც ამ მოტივით მოხდა შელაპარაკება, როგორც ირკვევა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შვილმა დედას ბლაგვის საგნით მძიმე დაზიანებები მიაყენა თავის არეში და 86 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. კვალის დაფარვის მიზნით 54 წლის მამაკაცმა მეზობლებს მომხდარი ფაქტის შესახებ დაუმალა და დედის გარდაცვალება წაქცევით ახსნა, მეტიც 2 დღის განმავლობაში სამძიმარს იღებდა, თუმცა მომხდარის პარალელურად ირკვევა, რომ დედაშვილის ჩხუბის ხმა მეზობელმა გაიგო, რომელმაც 112-ში დარეკა და საეჭვო ფაქტის შესახებ აცნობა პოლიციას. სწორედ ამის შემდეგ პოლიციამ გარდაცვლილი ქალის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენა და შვილი პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანა, მან დანაშაული აღიარა. ხელები აქვს დაზიანებული და შუბლი ზურგზეც აქვს. ზურგზე აიყვანეს და მეორე დღეს აღიარა, რომ ასე გავაკეთე. ალაპარაკეს რომ მესამე დღეს რომ ამ დილას შეშიკი ჩავარწყვი შეშაო და მოკალი. ძალი არ იყო თბილისში, იყო წასული, შვილი ჩამოსაყვანა. და მარტო იყვნენ სახლში, ანუ თქვენი დედა და შვილი მარტო იყვნენ. მაური არავის არ გაუგია. არაფერი. დილას მოვიდნენ და დამკითხეს როგორ იყო, როგორ რამ დროზე მოვედი და როგორ იყო, როგორ ესვენა. თვითონ ფულს ხოვდა. დედაჩემს ფული არანაირი არ გააჩნდა. თუ პენსიას იღებდა, მის რაც პენსიონერი გახდა და ღებულობდა, კაპიკი მაგას ჯიბეში არ ჩაუდია არასდროს. რა გახდა მკვლელობის? არ ვიცით, ვერ გეტყვით. იმ დღეს ისეთი სიტუაცია შეექმნა, თურმე მე აქ არ ვიყავი, რომ მეუღლე უნდა წასულიყო თბილისში დილით და საღამოთი ჩამოსულიყო. ამ შუალედში მოხდა ეს. დაულევია იმ დღეს, ალბათ გაეჭედა და ამის გულისთვის მოხდა ესეთი უბედური. აღიარა განეშინა. მომხდართან დაკავშირებით თავდაპირველად გამოძიება 100-მერვე მუხლით დაიწყო, თუმცა მას შემდეგ, რაც დაკავებულმა შვილმა დეტალურად მისცა ჩვენება ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით, საქმე 119 მუხლით გადაკვალიფიცირდა, რომელიც წინასწარი განზრახვით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ დანაშაულს გულისხმობს. დაკავებული დროებით საგამოძიებო იზოლატორში ელოდება ბრალის წარდგენას, საქმის გამოძიებას სამეგრელოს სამხარეო პოლიცია აწარმოებს. მადლობა, ემა გოგოხია საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ლევან სირაბიძე, რომელმაც ბათუმში სავარაუდოდ 22 წლის მეგობარი მოკლა, ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. დაკავებულმა ნიკა თუთაშვილს სასიკვდილო ჭრილობებით ცივი იარაღით მიაყენა. შემთხვევა 2 დღის წინ ბათუმში მდებარე ერთ-ერთ დაწესებულებაში მოხდა. სიტყვიერი შელაპარაკება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. სირაბიძეს გამოძიება სხეულის განზრახ დაზიანებას ედავება, სავარაუდოა, რომ მუხლი განზრახ მკვლელობით გადაკვალიფიცირდება. ქალი, რომელიც მარტის აქციების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა, 47 წლის ნანა მალაშხია. წყლის ჭალთან ევროკავშირის დროშით მებრძოლი ქალის ფოტოებმა და კადრებმა მსოფლიო მოიარა. მასთან ინტერვიუ რადიო თავისუფლებამ ჩაწერა. მალაშხია ერთ-ერთ საჯარო უწყებაში მუშაობს და 7 მარტს აქციაზე მეუღლესთან და დასთან ერთად იმყოფებოდა. ამბობს, რომ 2014 წელს კიევში მაიდნის აქციებშიც იღებდა მონაწილეობას. მე ვარ ქალი დროშით, ნანა მალაშხია, 47 წლის.
საჯარო მოხელე. პარლამენტის შუა ნაწილში ქუჩაში იჯდა ქალი, ხანში შესული ქალი, რომელიც ყიდდა დროშას, მზეს უმზირას. ერთადერთი ევროკავშირის დროშა იყოს. გადავწყვეტეთ, რომ შეგვეძინა. აქცია იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი და დგას წყლის ჭავლის მანქანა, რომელიც ასხამს წყალს, ხალხს. ვერ გეტყვით უცბად როგორ აღმოჩნდი იქ, ხედავდი წყლის ჭავლს და უბრალოდ დავიძარე იქითკენ. ეს იყო სიბრაზე. ეს იყო ზუსტად ის ნაბიჯი, რომ ჩვენ მოდით ვიტყვი პირდაპირ რა, არც შემეშინდება ამის თქმა კონსტიტუციის თავზე გადახევა. დავზარალდი, მაქვს საკმაოდ ჩალურჯებები, ჰემატომები და ვიცი რას ნიშნავს ჭავლის მოხვედრა და მით უმეტეს ალბათ მათ უფრო მეტი მოხდებოდა, იმიტომ რომ ჩემ დასაცავად ზურგითაც იდგნენ და ფარავდნენ წითელქუდიანებიც განსაკუთრებული მადლობა. მინდოდა უფრო წინ წასვლა. არ ვიცი რა იყო ეს. წყლის ჭავმა თავისი ქნა და დაცვის მიუხედავად ბიჭების ძალიან დიდი მონდომების მიუხედავად დავეცი მე, მაგრამ დროშა არ დაცემულა ერთი წამითაც. მე არ ვიცი დღეს ის დროშა ვის აქვს. ეს არის გარდამავალი დროშა, ვფიქრობ, რომ ქართული ხალხის ხელშია ეს დროშა. ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სამოქალაქო სექტორმა მადლიერების აქტი შეადგინა. სპეციალურ ბანერზე ხელი სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და პოლიტიკური განწყობების მქონე ადამიანებმა მოაწერეს. ასე უხდიან ისინი მადლობას ყველა იმ ადამიანს, ვინც ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძოდა. აქცია პერფორმანსი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა. შევიკრიბეთ ქუთაისში იმისთვის, რომ მადლიერების აქტი შევადგინოთ და გამოვხატოთ მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, ვინც მთლიან ბოლო პერიოდის მანძილზე იბრძოდა საქართველოს ევროპული მომავლისთვის, თბილისსა თუ რეგიონებში გამოხატული პროტესტით. ამიტომ ჩვენ სიმბოლურად შევადგინეთ აქტი, რომელზეც ხელი მოვაწერეთ და იმ მადლიერების აქტს შემდგომი აქციებისთვის, რომელსაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაგრძელდება აუცილებლად საქართველოს თავისუფლებისთვის, ჩავიტანთ თბილისში და გავშლით უშუალოდ პარლამენტთან. აქ ყოფი ახალგაზრდების ხელის მოწერაც იქნება, ვინც მზად ყოფნას გამოთქვამდა, მაგრამ ვერ წავიდნენ თბილისში, მაგრამ 24 საათი საბრძოლო რეჟიმში იყვნენ აქ. ეს არის ყველაზე ნათელი თაობა, რომელიც არასოდეს არაფერზე არ გაიყიდება და ჩვენ ყველამ ერთად დავინახეთ ზუსტად მათი წყალობით მოხდა ეს ყველაფერი. ალბათ რომ არა ისინი ჩვეულებრივად 9 აპრილს მოგვიწყობდნენ. ხელისუფლების მორიგი შეზღუდვა კრიტიკულ მედიას. მას შემდეგ, რაც პარლამენტში შალვა პაპუაშვილის ჟურნალისტების ქცევის კოდექსი ძალაში შევიდა, მედია საშუალებების წარმომადგენლებს შენობაში გადაადგილებაც კი შეზღუდული აქვთ. რამდენიმე ჟურნალის აკრედიტაცია ერთი თვით ჩამოართვეს. პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნებოდა, რომ აკრედიტაციების შემოღება მხოლოდ 7 სამუშაო გარემოს შექმნას ემსახურებოდა. თუმცა ფაქტია, ეს მხოლოდ საკუთარი სიმშვიდისთვის გააკეთეს. კონკრეტულად რა შეზღუდვები ვრცელდება კრიტიკულ მედიაზე და რას ამბობენ მედია ექსპერტები. ნინო ბალანჩივაძე ისაუბრებს ამ თემაზე ახლა დეტალურად. კეთა შალვა პაპუაშვილის ქცევის კოდექსი ჟურნალისტების მიმართ ძალაში შევიდა 1 მარტიდან და შეიძლება ითქვას, რომ ეს გადაწყვეტილება უფრო და უფრო სადამჟელო ხასიათს ატარებს მას შემდეგ. მაშინ, როცა პარლამენტმა დაიწყო რუსული კანონპროექტის განხილვა და აინიცირდა ბიუროზე, გაიმართა კომიტეტის სხდომები, ამ ყველაფერს ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, რომლებიც აპროტესტებენ იმას, რომ ხელისუფლება მათ აგენტებს უწოდებს. ამას მოჰყვა პირველი სადამჟელო ღონისძიება შალვა პაპუაშვილის მხრიდან. მან რამდენიმე ჟურნალისტ მედიის წარმომადგენელს შეუჩერა აკრედიტაცია ერთი თვით და მათ შორის არის პუბლიკას ერთ-ერთი რედაქტორი ნათია ამირანაშვილი, რომელიც დღემდე ვერ სარგებლობს თავისი აკრედიტაციით და არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ შევიდეს პარლამენტში და გააშუქოს მიმდინარე პროცესები. მე შეგახსენებთ, რომ 7 ჟურნალისტს აქვს აკრედიტაცია თითო მედიიდან და ამ ჟურნალისტებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შევიდნენ პარლამენტში, თუმცა მაშინ, როცა პარლამენტში მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება არის სხდომა, მაგალითად ერთ-ერთი ასეთი სხდომა იყო პარასკევს, როცა რუსული კანონი მეორე მოსმენი და ჩააგდო ქართულმა ოცნებამ, ამ დროს მხოლოდ 2 აკრედიტირებული ჟურნალისტი შეუშვეს საკანონმდებლო ორგანოში და სხვა ჟურნალისტებს შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ. შესაბამისად, ეს არის პირდაპირი გზავნილი იმისა, რომ მათ არ უნდათ კრიტიკული აზრის და კრიტიკული კითხვების მოსმენა.
მოახდინა. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ მედია ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც წლებია მუშაობენ მედიის მიმართულებით, მათ არაერთი კონსულტაცია ჰქონდათ პარლამენტის თავმჯდომარესთან, თუმცა როგორც ისინი ამბობენ, ვერ გადაარწმუნეს მათ მის გადაწყვეტილებაში, თუმცა თავიდანვე აფრთხილებდნენ იმაზე, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო სადამჟელო ხასიათის მედიის მიმართულებით და მედია ექსპერტები დღეს პირდაპირ ცენზურაზე საუბრობენ. ასევე ერთ-ერთი მათგანი მედია კოალიციისთვის წარმომადგენელი ჩავწერეთ ჩვენ მამუკ ანთხულაძე, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ ორშაბათს, როცა რუსულ კანონს განიხილავდა პარლამენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, მას საშვი ჰქონდა, თუმცა 1 საათით ადრე უთხრეს, რომ ის კომიტეტს უბრალოდ ვერ დაესწრება. 3 მარტს პარლამენტიდან შემატყობინეს, რომ გაუქმებული მოქვს მედია აკრედიტაცია. 2 მარტს პარლამენტში მიმდინარე აქციაში მონაწილეობის გამო რამდენიმე დღეში ჩამბარდა წერილობითი გადაწყვეტილება, სადაც წერენ, რომ მე არ დავემორჩილე მანდატურის სამსახურის კანონიერ მითითებებს. თავიდანვე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს იყო რაღაც შაბლონური ჩანაწერი და დიდად არ უფიქრია პარლამენტის აპარატს, რომ თქვათ გაენალიზებინა ჩემი საქმე იქ რას ვაკეთებდი. ერთადერთი მიზანი ამ აკრედიტაციის გაუქმების იყო ის, რომ დამატებითი ბარიერი შეექმნათ ჟურნალისტებისთვის. ძალადობასთან ერთად პარლამენტი და მის გარშემო მიმდინარე პროცესების დროს გახდა სიმბოლო ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა. გამოხატვის თავისუფლება, პროფესიული საქმიანობის განხორციელება ხდება უსაფუძვლოდ უკანონოდ შეზღუდვა ჟურნალისტებისა და მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიმართულია პარლამენტში მიმდინარე პროცესებთან, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს არაძლევ უფლებას გააშუქოს, ან კონსტიტუციით განმარტებულ ფაქტებში ისარგებლოს გამოხატვის თავისუფლებით. ეს ყოველად მიუღებელია და სამწუხაროდ ეს პარლამენტი გახდა ერთ-ერთი ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ არაერთი არის სადამსჯელო მექანიზმი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ. დილით რომ მივედი, პოლიციასთან მივედი, მინდოდა რომ საშტო ბიუროში მისულიყო და მითხრა რომ დროებით ისე შეჩერებულია. ანუ არც ინდივიდუალურად, არც არაფერი, უბრალოდ მითხრეს რომ არ შეიძლება შესვლა. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ აკრედიტაციის წესის შემოღება პარლამენტში ემსახურებოდა მხოლოდ ერთს, რომ მათ არ მოესმინათ კრიტიკული კითხვები და ამაში დავრწმუნდით, როდესაც დაიწყო რუსული კანონის განხილვები პარლამენტში, ხდებოდა აკრედიტაციის გაუქმება. შესაძლოა გაგრძელდეს, რადგან ამ ბრძანების მიზანი, რომელიც პაპუაშვილმა მიიღო, იყო სწორედ ის, რომ ნაკლები მედიის წარმომადგენლები ყოფილიყო პარლამენტში, რომ ნაკლებად მოესმინათ კრიტიკული შეკითხვები. კრიტიკული მედიის გარდა შალვა პაპუაშვილი ებრძვის იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც წლებია უკვე საკანონმდებლო ორგანოში მუშაობენ და მათ დღეს უკვე აღარ აქვთ არც სამუშაო ოთახი, არც მუდმივი საშვები, შესაბამისად მუშაობენ შეზღუდულად და არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში იყვნენ საკანონმდებლო ორგანოში. ახლა როგორც ჩანს, მართლმა გუნდმა ეს პოლიტიკა აირჩია, სრულ იზოლაციას ახდენენ საკანონმდებლო ორგანოში, რადგან ნაკლები დისკომფორტი ჰქონდათ და არ მოისმინონ კრიტიკული პოზიციები პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებით. მადლობა, ნინო ბალანჩივაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. გამოხატვის თავისუფლება დაპატიმრებულია, ვითარება საქართველოში უარესდება. ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ლიეტუვური გამოცემა ალფა, რომელმაც ინტერვიუ ნიკა გვარამიას მეუღლესთან ჩაწერა. სტატიაში ნათქვამია, რომ ხელისუფლება აშკარად უარს ამბობს პროდასავლურ კურსზე. ინტერვიუს მთავარი თემა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობა და ის შედეგებია, რაც ქვეყანამ კრიტიკული მედია მენეჯერის ციხეში ჩასმით მიიღო. კერძოდ, უარი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე. სოფოლ ილუაშვილმა დეტალურად განუმარტა უცხოურ გამოცემას ის რეალობა, რაც ახლა საქართველოშია. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ხელისუფლებისგან, მიკერძოებული და მართული სასამართლო სისტემა, ჟურნალისტების დაშინება და მათზე ზეწოლის მცდელობა და კრიტიკული მედია საშუალებების ხმის ჩახშობის მცდელობა. ჩემი მეუღლის ციხეში ყოფნის დროს საქართველო ელოდა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, მაგრამ ამის ნაცვლად მიიღო რეკომენდაციების სია, რომელთა შორის ცალკე პუნქტად ჩემი მეუღლის შემთხვევა იყო მოხსენიებული. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი არ არის ნახსენები, რეკომენდაციები ხაზს უსვამს მედიის მფლობელების უსაფრთხოებისა და დევნისგან თავისუფლების აუცილებლობას და ჩემი ქმარი მედიის ერთადერთი მსჯავრდებული მფლობელია. რატომ გადაწყვიტა ჩვენმა ხელისუფლებამ დარტყმა მიეყენებინა
ეხებინა პრესის თავისუფლებისთვის და სიტყვის თავისუფლებისთვის, როცა კანდიდატის საკითხი წყდებოდა. იმიტომ რომ პრორუსები არიან და ეს მათ ქმედებებში და სიტყვებში ჩანს. მათ არ სჭირდებათ დასავლეთი, მათ არ სჭირდებათ ევროპა. როგორია მედიის მდგომარეობა თქვენს ქვეყანაში? სიტუაცია ნამდვილად უარესდება. ჩემი მეუღლის საქმე გამოხატვის თავისუფლებაზე ზეწოლის, სასამართლო დამოუკიდებლობის არარსებობისა და პოლიტიკური დევნის ნათელი მაგალითია. ჩემი მეუღლის პატიმრობა არ არის მხოლოდ პირადად მის მიმართ ქმედება. ის მიზნად ისახავს დიდი და გავლენიანი სატელევიზიო არხის გაჩუმებას. იზრდება ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევებიც. თქვენ ლიეტუვაში შეხვდით ჩვენს პოლიტიკოსებს. იყო თუ არა თქვენი ვიზიტი ვილნიუსში წარმატებული? ვიგრძენი რომ სამართლიანობისთვის ბრძოლაში მარტო არ ვარ. ლიეტუველებმა მკაფიო მხარდაჭერა გამომიცხადეს და мотиваცია გამიჩინეს ბრძოლა გამეგრძელებინა გამარჯვებამდე. ჩემი მეუღლის გათავისუფლებამდე. მალე ვაპირებ გამგზავრებას ბრიუსელში, ამერიკაში და სხვაგან. ეს არის ჩემი მისია, ჩემი ქმარი ტყვეობიდან იბრძვის და მე ამას აქ ვცდილობ. ომის 392 დღეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტერს მტერი არ ჩერდება ჩვენს ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს ინტენსიურად ბომბავს. ბოროტების იმპერია მძიმე ტექნიკას, რაკეტებს, артиლერიასა და სხვადასხვა შეიარაღებას იყენებს. ოკუპანტების ოცნება ჩვენი განადგურება და უკრაინის ნანგრევებად ქცევაა. რუსეთმა კიდევ 3 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა ხერსონში. რიგითი ადამიანები, ვინც მაღაზიაში მიდიოდნენ. დაბომბეს ზაპოროჟიეც. მადლობა ჩვენ მებრძოლებს, რომლებიც ოკუპანტების დისლოკაციის ადგილებსა და იარაღის საცავებს ანადგურებენ. ჩვენი გმირები იცავენ ბახმუთს. რუსეთის ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკა გრძელდება. ჩვენი ქმედებები მიმართულია იმ პირების წინააღმდეგ, ვინც რუსულ ომს მხარს უჭერს და ეხმარება. ეს პროცესი გაგრძელდება. ისრაელში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. ქუჩებში გამოსული ათასობით მოქალაქე მთავრობის მიერ ინიცირებულ სასამართლო რეფორმას აპროტესტებს, რომელიც მათი თქმით ძირს უძღვრის დემოკრატიასა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას. საკანონმდებლო ცვლილება მოსამართლეების შერჩევის პროცესში ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდასა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილების შემცირებას ითვალისწინებს. დემონსტრაციები იმართება ჰაიფაში, თელ-ავივში, იერუსალიმსა და სხვა დიდ ქალაქებში. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. მთავარი ეთერში 3 საათზე დაბრუნდება. დროებით.